გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელიას მორიგი აღიარება, ხვიჩას პირობა და კრიშტიანო რონალდუს კომენტარი. რას აპირებს ლივერპული, ახალი კონკურენტი მამარდაშვილს და გიორგი მერცესაიდული კლუბის პასუხის მოლოდინში. ხოლო სანამ ვიდეოს დავიწყებთ, თხოვნა დამიფასოთ შრომა და არ დაიზაროთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. ჩემპიონშიპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რაც წერენ ჩაკვეტაძის მომავლის შესახებ. ფუტბოლი გოლდმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებმაც შესაძლოა ზაფხულში ბოტფორდის რიგები დატოვონ. წასვლის კანდიდატებს შორის კი გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა და ინგლისური გამოცემა ვარაუდობს, რომ კრაზანებს ჩაკვეტაძის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ეს გამოცემა კი დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. მოსალოდნელია, რომ ზაფხულში ჩაკვეტაძის მიმართ დიდი ინტერესი იქნება. წარსულში ის უკვე დაუკავშირეს პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს და სავარაუდო მსურველთა შორის ვულვზი და ევერტონი დაასახელეს. 25 წლის ქართველ ფეხბურთელს საკუთარი ხარისხის შესაბამისი ოდენობის გოლი არ გაუტანია, მაგრამ მან საოცარი ტექნიკური შესაძლებლობები აჩვენა და გიორგი ჩემპიონშიპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. წერია გამოცემაში. მე კი გეტყვით იმასაც, რომ თურქული პრესის მიხედვით ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც გიორგის გადაბირება სურდა, ტრაბზონსპორი გახლდათ. მათმა ხელმძღვანელებმა კი კონკრეტული ნაბიჯი გადადგეს და ჩაკვეტაძის წარმომადგენლებთან და ბოტფორდთან პირადი საუბარი ჰქონდათ, თუმცა საბოლოო ჯამში მათ არაფერი გამოუვიდათ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა 5 ივნის ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფარერები 1-0 დაამარცხა. ეს შეხვედრა კი გამორჩეული იყო იმით, რომ გიორგი ლორიამ ნაკრების მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა და მაყურებელმა ის დიდი სიყვარულით გააცილა. რაც შეეხება უშუალოდ ნაკრებს, როგორც მოგეხსენებათ, სექტემბრიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი იწყება. ამასთან დაკავშირებით კი თურქეთის ნაკრებისა და ალ-ახლის 27 წლის ცენტრალურმა მცველმა მერიხ დემირალმა ისაუბრა, რომელიც ჩვენი ნაკრების შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს. მსოფლიოს შესარჩევ ციკლში რთული მატჩები გველის. ყველაზე დიდი მნიშვნელობა კი პირველ ორ შეხვედრას ექნება, სტუმრად საქართველოსთან და შინ ესპანეთთან. ჩვენი ბედი სწორედ ამ ორ დაპირისპირებაში გადაწყდება. კარგად უნდა მოვემზადოთ, რომ ისაღებ შედეგს მივაღწიოთ. საქართველო ძალიან უმატებს და მათ პროგრესი აქვთ, ამიტომ წინ საინტერესო შეხვედრები გველის, განაცხადა დემირალმა. მე კი შეგახსენებთ, რომ ივნისის თვეში საქართველო კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კერძოდ 8 ივნის ნაკრები კაბო-ვერდე შეხვდება. ამიტომ ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ რა ანგარიშით მოჩება ეს შეხვედრა, ხოლო მიწორმოცემულობას გამოიცნობს ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კელეჰერმა მერსესაიდული კლუბი დატოვა. აქ კი აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლივერპულმა რეალურად ფინანსური თვალსაზრისით სარგებელი მიიღო. კერძოდ კელეჰერს კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ბრენტფორდმა მის ანაცვლოდ 18 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მაგრამ მიუხედავად კელეჰერის წასვლისა, გასაკვირია, რომ მერსესაიდული კლუბი ახალი მეკარის ტრანსფერზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით მათი მთავარი სამიზნე 20 წლის უნგრელი მეკარე არმინ პეჩია. ახალგაზრდა ფეხბურთელი პუშკაშ აკადემიას ფეხბურთელია, თუმცა მისი მერსესაიდულ კლუბში ტრანსფერი აშკარად დროის საკითხია. ხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს დღეებში მოაგვარებენ, რის შემდეგაც არმინ პეჩი ლივერპულთან კონტრაქტს გააფორმებს. თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ლივერპული მას მხოლოდ მესამე მეკარედ იმატებს და ამას მამარდაშვილის ტრანსფერთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა თუ რა მოხდება მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლის შემდეგ, ეს ქაუზარებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ამასთან დაკავშირებით კი ზიატლეტიკის რეპორტიორი გრეგ ევანსი საუბრობს, რომელიც დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. აშკარაა, რომ მამარდაშვილი იგივე პრობლემებს შეხვდება, რასაც კელეჰერი შეხვდა. მინიმუმ საწყის ეტაპზე ალისონი არნე სლოტის პირველი არჩევანი იქნება. მეკარეს, რომელსაც მიზნად აქვს დასახული, რომ მომავალში მსოფლიოში საუკეთესო გახდეს, ურჩევნია ითამაშოს, ვიდრე სათადარიგოზე იყოს. შესაბამისად ის ელოდება ლივერპულის პასუხს, თუ რამდენად ხშირად ათამაშებენ მას მომდევნო სეზონში. სანამ იჯარით გაშვების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც ნაკლებად სავარაუდოა, 24 წლის მეკარემ დრო იმაში უნდა გამოიყენოს, რომ გუნდში ადაპტაცია გაიაროს. ის ინგლისურ ენას სწავლობს და ლივერპულში საცხოვრებლად ემზადება. ლივერპულში ჯერათ, რომ მამარდაშვილს აქვს იმის ხარისხი, რომ მომავალში გახდეს გუნდის სასტარტოს წევრი და ალისონის გრძელვადიანი შემცვლელი იყოს. ახლა კი თუ ალისონი ტრავმას მიიღებს, მამარდაშვილზე ზეწოლა გაიზრდება. პრემიერ ლიგის ჩემპიონ ლივერპულში გადმოსვლა, რომლის კარში უფრო იშვიათად ურტყამენ, ვიდრე ეს ვალენსიაში იყო, გიორგის სათამაშო სტილს ძალიან მოერგება. წერს გრეგ ევანსი. ხოლო თუ რა მოხდება მომდევნო სეზონში, ამას რამდენიმე თვეში გავიგებთ. მამარდაშვილისთვის კონკურენცია ახალი ამბავი არ არის, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ვალენსიაში გადასვლის შემდეგ ის მეოთხე მეკარედ ითვლებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ღამურების ყველა გულშემატკივარში აყვარა თავი. სალცახაა, რომ კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ყველა საკლუბო ტურნირი
ადგილი მოიგო, რომელშიც ასპარეზობდა. შესაბამისად, გავლენიანმა გამოცემამ ტრანსფერმარკეტმა კვარაცხელია სატრანსფერო ღირებულება განაახლა და ისტორიული მაჩვენებელიც დაფიქსირდა. კერძოდ ხვიჩა ახლა 90 მილიონი ევრო ღირს. აქამდე კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 85 მილიონი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევრო მაშინ იყო, როდესაც ის ნაპოლიდან PSG-ში გადავიდა. ამის შემდეგ კი მისი ფასი 80 მილიონამდე დაეცა. ახლა კი ხვიჩას ღირებულება 10 მილიონი ევროთი გაიზარდა. ხვიჩას თავს კი კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ კვარაცხელია ოქროს ბურთის მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტთა შორის იმყოფება. ცოტა ხნის წინ საკუთარი რეიტინგი ბრიტანულმა The Guardian-მა გამოაქვეყნა, რომელმაც 6-ეულში ქართველი ფეხბურთელი შეიყვანა. ოღონდ ეს ყველაფერი ადგილების გადანაწილების გარეშე. ეს კი რა თქმა უნდა დიდი აღიარება. ბრიტანელთა აზრით კი ხვიჩას კონკურენტები მოჰამედ სალაჰი, უსმან დემბელე, რაფინია, ლამინ იამალი და კილიან მბაპე არიან. ეს გამოცემა კი ხვიჩას შესახებ საკმაოდ სასიამოვნო კომენტარს აკეთებს. ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც სეზონი ნეაპოლში დაიწყო, დასაკვეხნი ნამდვილად აქვს. მან იშვიათი შედეგი დააფიქსირა. ერთსა და იმავე სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონატი, სერია და ლიგა 1 მოიგო. რამდენიმე დღის წინ კი ჩემპიონთა თასის აღმართა. ოქროს ბურთის მოპოვებაზე კი კვარაცხელია შანსების საგრძნობლად გაიზარდა მას მერე, რაც პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის ინტერი 5-0 გაანადგურეს. ერთი გოლი კი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. წერია გამოცემაში. მე კი შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ოქროს ბურთზე ნომინირებული 2023 წელსაც იყო, როდესაც ნაპოლის ღირსებას იცავდა. მაშინ კი ქართველი ფეხბურთელი მე-17 ადგილზე გავიდა. ცოტა ხნის წინ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ კვარას ბავშვობის მწვრთნელმა ლადო კაკაშვილმა ფინალამდე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან განაცხადა, რომ ხვიჩა მას ჩემპიონთა ლიგის თასის თბილისში ჩამოტანას დაჰპირდა. მისი კომენტარი კი დეტალურად შემდეგია. ხვიჩა დამპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს თასს აქ თბილისში ჩამოიტანს. ჩვენ მას კაბინეტში დავხვდებით და თასიდან ქართულ ღვინოს დავლებთ, განაცხადა ლადო კაკაშვილმა. ამიტომ ნახოთ, მოახერხებს თუ არა ხვიჩა ამ ყველაფრის ორგანიზებას და იხილავს თუ არა ქართველი გულშემატკივარი ჩემპიონთა ლიგის თასს. რაც შეეხება პარიზულ კლუბს, პარიზელთა ტრიუმფის შემდეგ მათ შესახებ არაერთმა ადამიანმა ისაუბრა. ცოტა ხნის წინ კი PSG-ს შესახებ კრისტიანო რონალდუს ალაპარაკდა. არ მაინტერესებს რა სიტყვიან, საფრანგეთში მხოლოდ პარი სენ-ჟერმენია. რა თქმა უნდა, სხვების თამაშობენ კარგად, თუმცა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა არავის შეუძლია. PSG ყველაზე ძლიერია. მათ უკეთესი ფეხბურთელები ყავთ, მეტი ფული აქვთ. არ ვიტყუები, ეს ყველა მიცის, ამბობს რონალდუ. რატომ ემალება კილიან მბაპე პრესას? ოსიმენის გეზი საუდის არაბეთისკენ. რა ხდება ნიგერიელი ფეხბურთელის თავს? ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჟამად ექსპერტმა ჟერომ როთენმა კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა, რომელიც ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. როთენის თქმით, კილიანმა ჩემპიონთა ლიგაზე PSG-ს გამარჯვების შემდეგ იმედგაცრუების დამალვის მიზნით პრესასთან კონტაქტს თავიარიდა. ეს ექსპერტი კი ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ზოგჯერ არ მაინტერესებს, როდესაც ის არ მოდის პრესკონფერენციაზე, რადგან მბაპე მაინც ისედაც ბევრს საუბრობს პრესასთან, მაგრამ ამჯერად ის არ მოვიდა, რადგან იცოდა, რომ ერთ-ერთი კითხვა ჩემპიონთა ლიგის პარიზელთა გამარჯვება შეეხებოდა და იგი ვერ დამალავდა თავის იმედგაცრუებას. მას არ უყვარს პასუხისმგებლობის აღება, თუმცა შეეძლო გამოსულიყო და ეთქვა: PSG-ში მშვენიერი წლები გავატარე, მაგრამ ამან მწარე გემო დამიტოვა. ასე რომ მას შეეძლო ყველაფრის ახსნა. ასევე კილიან შეეკითხებოდნენ ოქროს ბურთის შესახებაც. ის კი ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, რომ უსმან დემბელი ასე თამაშობს, მაგრამ ის თავადაც ოცნებობს ოქროს ბურთზე და პრესასთან გამოცხადება არ ისურვა, განაცხადა ჟერომ როთენმა. გავრცელებული ინფორმაციით ოსიმენი საუდის არაბეთში, კერძოდ ალ-ჰილალში გადასვლას დათანხმდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ მთავარი პრობლემა ნაპოლია. როგორც იწერება ნაპოლის ოსიმენის ანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ როგორც ინსაიდერი ჯანლუკა დიმარსიო წერს, იტალიის ჩემპიონები ალ-ჰილალისგან 75 მილიონს ითხოვენ. ამიტომ ამ ეტაპზე კლუბთან აქტიური მოლაპარაკებები მიდის და სავარაუდოდ ისინი თავის მომავალ შეთავაზებას გაზრდიან, რითიც დიდი ალბათობით ვიქტორ საუდის არაბეთში ვიხილავთ. მე კი შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იჯარით გალათასარაიში თამაშობს და ცოტა ხნის წინ ის თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. მან კი 30 მატჩში 26 გოლის გატანა შეძლო. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.